გამარჯობა, დღეს 9 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1981 წლის 9 თებერვალს დაიბადა ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკალური შემსრულებელი ტომ ჰიდლსტონი. ის მონაწილეობას იღებს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის თორი, შუაღამე პარიზში და შურის მაძიებლები. 1773 წლის 9 თებერვალს დაიბადა უილიამ ჰენრი ჰარისონი, ამერიკის მე-9 პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე ხანმოკლე ვადით, მხოლოდ 31 დღე მსახურობდა ამ პოსტზე. 1964 წლის 9 თებერვალს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე. ის კატალონიის ბარსელონას მთავარი მწვრთნელი იყო 2017 წლის 29 მაისიდან 2020 წლის 13 იანვრამდე. 1987 წლის 9 თებერვალს დაიბადა შოტლანდიელი მსახიობი როუზ ლესლი. ის საყოველთაოდ ცნობილი გახდა სერიალ სამეფო კარის თამაშებიდან. 1980 წლის 9 თებერვალს დაიბადა ბერძენი ფეხბურთელი ანგელოს ხარისტეასი. მან საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა 2004 წელს. 1953 წლის 9 თებერვალს დაიბადა ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, ამერიკელი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი. 1945 წლის 9 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელი მია ფეროუ. ის თავდაპირველად პოპულარული გახდა როგორც ფრენკ სინატრას მეუღლე. 80-იან წლებში მია ფეროუს პარტნიორი იყო ვუდი ალენი. მან ალენის ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1979 წლის 9 თებერვალს დაიბადა ჩინელი მსახიობი და მოდელი ჯან ძი. ჟურნალ People's-მა მსახიობი ორჯერ დაასახელა პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ქალბატონს შორის. 1985 წლის 9 თებერვალს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ხუან ფრანი. მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მადრიდის ატლეტიკოში. 1836 წლის 9 თებერვალს დაიბადა ქართველი პოეტი მამია გურიელი. ის არის 100-ზე მეტი ლექსის, ერთი პოემისა და რამდენიმე თარგმანის ავტორი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.